ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძევ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესი კვლავ განსაკუთრებული საპოლიციო მობილიზების ფონზე მიმდინარეობს. ხდომა ცოტა ხნის წინ დაიხურა, იკითხება ერთ-ერთი გამომძიებელი, რომელიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდა. ნუცა ბახუტაშვილი მოგვიყვება უფრო მეტს ამ ხდომის შესახებ, ნუცა გისმენთ. Biznesmen ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. დღეს პროკურატურას სასამართლოში გამოძახებული ჰყავს მამუკა ბაღდავაძე, ამავე სისხლის სამართლის საქმის გამოყოფილ ნაწილზე ბრალდებული პირი, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება დანაშაულის დაფარვასა და გამოძიებისათვის სრულ ინფორმაციის მიწოდებას ედავება და 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პროკურატურას არაერთი შეკითხვა ექნება მასთან, მათ შორის ამ საქმის ორგანიზებაში ბრალდებულ გიორგი ჯოხაძესთან კონტაქტზე და კავშირებზე, ასევე მკვლელობისთვის უკვე მსჯავრდებულ გელა უძილაურთან კავშირების შესახებ. პროკურატურისთვის საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სწორედ მამუკა ბაღდავაძე იყო პირი, რომელთან ერთადაც გიორგი ჯოხაძემ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ოფიციალურად დატოვა. ბაღდავაძე დაბრუნდა საქართველოში, ხოლო ჯოხაძე არ დაბრუნებულა. როგორც ვიცით, ის საქართველოში არ იმყოფება და პატიმრობაც მას დაუსწრებლად აქვს შეფარდებული. საინტერესოა, მისცემს თუ არა მამუკა ბაღდავაძე ჩვენებას დღევანდელ ხდომაზე. ადვოკატის ცნობით ის გამოცხადდება სასამართლოში, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მისცემს თუ არა ჩვენებას და უპასუხებს თუ არა პროკურორის შეკითხვებს. დღევანდელ ხდომაზე კიდევ ორი მოწმე უნდა დაიკითხოს, ესენი არიან სანდრო წივწივაძის, ასევე გამოყოფილ საქმეზე მსჯავრდებულის ძმა, რომელიც მონაწილეობდა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში. ამ მოწმესთან დაკავშირებითაც არსებობს კითხვის ნიშნები და ჯერჯერობით უცნობია გამოცხადდება თუ არა. და კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც დაიკითხება და სასამართლოს წინაშე მისცემს ჩვენებას, არის გამომძიებელი, რომელიც ასევე მონაწილეობდა რიგი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალების დათვალიერებაში. ლევანდელ სასამართლო პროცესზე გამოძახებული არის მამუკა ბაღდავაძე. წინა პროცესზე, როგორც იცით, არ გამოცხადდა. შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვიძახეთ, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ არსებობს ლეგიტიმური კითხვები მის ურთიერთობას ჯოხაძესთან, უზილაურთან დაკავშირებით. ამიტომ საკმაოდ ბევრი შეკითხვა გვაქვს მასთან დაკავშირებით და იქედან გამომდინარე, მან ის არის ერთ-ერთი პირი, რომელმაც ჯოხაძესთან ერთად დატოვა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ის დაბრუნდა, ჯოხაძე არ დაბრუნებულა. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ბევრი შეკითხვა აქვს ბრალდების მხარეს და მის სახლში ჩატარებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებითაც აქვს კითხვები. ამიტომ ჩემთვის უცნობია დღეს გამოცხადდება თუ არა. ასევე გამოძახებულია სანდრო წივწივაძის ძმა, რომელიც როგორც ასევე საზოგადოების ცნობილია, ის მონაწილეობს ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში და შესაბამისად მასთან დაკავშირებითაც არის შეკითხვა. ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია გამოცხადდება თუ არა ეს პიროვნება. მამუკა ბაღდავაძე მოგერცენებათ, რომ არის ბრალდებული გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე. მას ბრალდების ხარე ედავება არ არსებულ დანაშაულს, თითქოს მან მიცა სრულ ჩვენება და დანაშაული დაფარა. ასევე იგი გამოცხადდება და დააფიქსირებს თავის პოზიციას პროცესზე. რა კითხვები აქვს პროკურატურასთან დაკავების დღიდან დღემდე ჩვენთვის უცნობი არის. შესაბამისად, უცნობია დასვავს ბრალდების ხარე კითხვებს და შესაბამისად გავიგებთ აღნიშნულს. როგორც ყველა პროცესი, რომელიც შეეხება ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეს, რომლის ორგანიზებაში ბრალდებულები ძმები მიქაძეები და გიორგი ჯოხაძე არიან, დღევანდელი პროცესიც მიმდინარეობს განსაკუთრებული საპოლიციო მობილიზების ფონზე. დღეს ამ სისხლის სამართლის საქმის გამოყოფილი კიდევ ერთი საქმის პროცესი არის ჩანიშნული. 3 საათზე გიორგი კაჭკაჭაშვილისა და მამუკა ბაღდავაძის სასამართლოს ხდომა გაიმართება. დღევანდელ პროცესზე გამოძახებული ხავს მოწმედ პროკურატურას გელა უძილაური, რომელსაც ამ საქმეში უკვე აქვს მსჯავრდებული სტატუსი. მას უვადოდ თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული და ამ ეპიზოდზეც პროკურატურას სურს, რომ მოისმინოს, რა ინფორმაციის მატარებელი არის გელა უძილაური კაჭკაჭაშვილსა და ბაღდავაძესთან მიმართებით.